მოგესალმებით, ეს გახლავთ გაგრძელება წინა ვიდეოზე, რომელშიც შემოგთავაზეთ VBA პროცედურა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ქმნიდა ჩვენთვის ასრულ რეპორტს და ახლა სურს გაჩვენოთ თავად ის კოდი, რომელიც ამ ყველაფერს განაპირობებს. ამისათვის უნდა გავააქტივიროთ Alt+F11-ით VBA ედიტორის პანჯერა და მოდულერში მოცემული გვაქვს სწორედ ის კოდი, რომელიც ჩვენთვის არის საინტერესო. გამოვიყენოთ F8 ვიდაკი, რათა ეტაპობრივად მივყვეთ თავად პროცედურის მნიშვნელობას. თავიდან გეტყვით, რომ application screen updating უდრის false და application screen updating უდრის true. პროცედურის საწყის და ბოლო ეტაპზე ჩაწერილი ეს კოდი საშუალებას გვაძლევს, რომ ავაჩქაროთ პროცედურა. კერძოდ იგი დროებით თიშავს ყოველგვარ განახლებით რეჟიმს და პროცედურის დასრულების შემდგომ უკვე თავს მას თავიდან დააბრუნებს Excel-ის მუშაობა სტანდარტულ მდგომარეობაში. გეტყვით, რომ vim ჩანაწერი my folder და my file ცვლადების წინ ახდენს იმას, რომ ადეკლარირებს აღნიშნულ ცვლადებს, როგორც string-ის ფორმატში, ანუ ხდება ცვლადების ფორმატის მინიჭება და მათი ასე ვთქვათ მეხსიერების განსაზღვრა. გადავიდეთ შემდგომ კოდურ ჩანაწერზე. თუ მივიტანთ კურსორს my folder-ზე, ნახავთ, რომ მისი მნიშვნელობა უდრის სიცარიელეს, ანუ nulls და მას შემდეგ რაც კიდევ ერთხელ დავაჭერთ F8-ს, ნახავთ, რომ მიენიჭება მას ის ჩანაწერი, რასაც უტოლდებთ კერძოდ files საქაღალდის ადგილმდებარეობას. My file-ს ანალოგიურად უდრის სიცარიელეს, სანამ დავაჭერთ F8-ს და მას მიენიჭება my folder-ში მდებარე პირველივე Excel-ის გაფართოების მქონე Excel-ის ფაილის სახელი და ეს გახლავთ სწორედ ის პირველი ფაილი, რომელიც მოთავსებულია მასში, სახელი 1. შემდგომ გადავდივართ to while loop ტიპის loop-ზე, ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული loop-ი, რომელიც საშუალებას მაძლევს და გვაძლევს მასში მოქცეული ეს კოდური ჩანაწერი განმეორდეს მანოს, ანუ მასში მოცემული კონკრეტული ცვლადი არ მიაღწევს გარკვეულ პოზიციამდე, ამ შემთხვევაში my file არ იქნება სიცარიელი, ანუ files folder-ში არსებული ასე ვთქვათ ფაილები არ დამუშავდება სრულად. გეტყვით, რომ შესაძლებელია თავად loop-ში სხვა loop-ის გამოყენებაც, როგორც აქ არის მოცემული, ანუ გამოყენებულია do loop until სახეობის loop-ი, ასეც მოგვიანებით გეტყვით რა წარმოადგენს და გადავიდეთ თავად ამ loop-ის მუშაობაზე. პირველ რიგში ჩანაწერი საშუალებას გვაძლევს, რომ გავხსნათ workbooks open მეთოდი, გავხსნათ ფაილის სახელწოდებით სახელი 1, რომელიც my file-ში მოისაზღვრება და რომელიც მდებარეობს my folder-ის ქვეშ მოსაზღვრებულ ფაილ საქაღალდეში. დავაჭერთ F8-ს და ნახავთ, რომ გაიხსნება ეს ფაილი, რომელიც არის ექსპორტირებული დასამუშავებელი ფაილი საავტომატო პროგრამიდან. შემდგომ, როგორც გახსოვთ, გვესაჭიროება მისი დამუშავება. პირველ რიგში უნდა მოვნიშნოთ სათავის სვეტი, active workbook, active sheet range AFC, entire row. ეს მეთოდი მაძლევს საშუალებას მოვნიშნო მე-6 სტრიფონი სრულად და select მეთოდი ნიშნავს მონიშნას. ხედავთ, რომ მოინიშნა. შემდგომ უკვე selection auto filter მეთოდით field 4-ს, ანუ მე-4 სვეტს, ეს არის წონის სვეტი, კრიტერიუმით, რომელიც არ უდრის სიცარიელეს, ან უდრის 1-ს, გავფილტროთ. შემდგომ გვჭირდება special cells Excel cell type visible მეთოდის გამოყენება, რომელიც არის იგივე მოქმედება, რაც დავუშვათ შევიდეთ home-ში, file and selection-ში, შემდგომ go special და მოვნიშნოთ visible cells only, რაც როგორც მოგეხსენებათ ნიშნავს იმას, რომ მომინიშნავს მხოლოდ იმ უჯრედს, რომლებიც ჩემთვის ხილვადია
ფილტრის შემდგომ და არა ჩამალულ უჯრებსაც, თუმცა მოცემული ჩანაწერი უფრო ეფექტურად აკეთებს ამ ყოველივეს. ხედავთ რომ მოინიშნა მოცემული არეალი, selection copy მეთოდი აკეთებს ყოველი მონიშნული არეალის დაკოპირებას, sheets add ანუ swap ახალ თავისუფალ გვერდს და active sheet paste-ით ამ მეთოდით დაკოპირებულ მონაცემებს swap ამ წარი ვიდეოში. შემდგომ გვჭირდება აი ამ დაკოპირებული მონაცემებიდან ზედმეტი ინფორმაციის წაშლა, თუმცა როგორც გახსოვთ, საჭირო იყო კოდის სვეტის გაბნოდა და დასახელების შემდგომ, ამიტომ ვიყენებთ ამ ჩანაწერს ჭრით A სვეტს და ვსვავთ დასახელების შემდგომ და ყოველ ეს შემდეგ უკვე ვასუთავებ D, F და H-დან L სვეტამდე მონაცემებს, რომელიც არის წონის სვეტი, საწესინაშლის თანხის სვეტი, შემოსავლის თანხის სვეტი და გასავლის და ბოლო ნაშლის ინფორმაციის მონაცემების სრულად. შემდგომ უკვე შემოგვაქვს ახალი ცვლადები R1 და R2, რომელსაც პირველ რიგში ვანიჭებთ ციფრ 7-ს, R1-ს, ხოლო შემდგომ R2-ს ვანიჭებთ 12-ს. თუ დააკვირდებით 7-იანი შეესაბამება იმ სტრიქონს, რომელიც არის საწესის სტრიქონი დასამუშავებელი ფაილში, რომლიდანაც ვიწყებთ მონაცემების დაკოპირებას, ანუ 21-ეულის დაკოპირებას, ხოლო R2 12 შეესაბამება მასალა ფაილში იმ პირველ სტრიქონს, სადაც ხდება პირველ რიგში მონაცემების ჩაკოპირება. როგორც my folder და my file შემთხვევაში, მანამ სანამ არ გავაქტიურებთ ამ ჩანაწერს, ანუ კიდევ ერთხელ დავაჭერთ 8-ს, R1 ღილაკი, R1 ცვლადი იქნება წარიელი, დავაჭერთ მას, მიენიჭება ციფრი 7, ხოლო R2-ს მიენიჭება ციფრი 12. შემდგომ უკვე შემოდის მომდევნო ასე ვთქვათ, შუალედური ლუპი, ლუპში ჩასმული ლუპი. თუმცა მანამდე მინდა გითხრათ, რომ არსებობს უჯრაზე მიმოთვის რამდენიმე მეთოდი, მათ შორის cells მეთოდი. მასში გამოიყენება, ანუ მისი სინტაქსის შედგება შემდეგნაირად, საჭიროა ჩაიწეროს სტრიქონი და სვეტი და მონიშნავს იუთითებს ამ კონკრეტული სტრიქონის და სვეტის კვეთაზე არსებულ უჯრას, ანუ ეს არის A7 უჯრა. და არსებობს resize მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მონიშნული არეალი გავაფართოვოთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში 21-ეულის სტრიქონით ქვევით და 5-ეულის სვეტით მარჯვნივ. გავაქტიუროთ შემდეგი კოდური ჩანაწერები და ნახავთ, რომ შემოდის if პირობითი statement-ი, რომელიც მსგავსად ჩვეულებრივი if ფორმისაა, ამოწევს რაიმე კონკრეტული პირობის ჭეშმარიტებას ან სიმცდარეს და აქვე შემოდის global statement-ი, რომელიც იმ შემთხვევაში თუ if statement-ი გათვალისწინებული ეს პირობა ჭეშმარიტია, წყვეტს მომდევნო კოდური ჩანაწერების მუშაობას და აგრძელებს პროცედურის მუშაობას კონკრეტულად აქ მითითებული here ჩანაწერიდან, რომელიც მდებარეობს აი აქ. ანუ ამ შემთხვევაში ეს if statement-ი ამოწევს კონკრეტულად პირველ შემთხვევაში A1, ანუ A7 უჯრა არის თუ არა цаრიელი, თუ цаრიელი რა თქმა უნდა არაფერია გამოსაკოპირებელი და შესაბამისად უნდა შეწყდეს ამ პროცედურის მუშაობა, მაგრამ თუ ეს არ არის ჭეშმარიტება, global statement-ი არ ამოქმედება და გაგრძელდება პროცედურა სტანდარტულად. დავაჭეროთ ახლა ღილაკს, რა თქმა უნდა A7 უჯრაში მონაცემები წერია და გაგრძელდეს პროცედურის მუშაობა. როგორც უკვე გითხარით, resize properties გამოყენებით დაკოპირდება მოინიშნება და დაკოპირდება პირველი 21-ეული A7 უჯრიდან შესაბამისი გაფართოებით. Windows მასალა activate საშუალებას გვაძლევს გავააქტიუროთ მასალა პანჯარა. Cells R2 2 ანუ 12
სტრიქონის და მეორე სვეტის ამ შემთხვევაში B12 უჯრის მონიშნოს ვახდენთ ამ ჩანაწერით და ვსვავთ არეალში დაკოპირებულ მონაცემებს. შემოდის შემდგომში უკვე with select and with statement-ი, რომელიც მოკლედ რომ ვთქვათ, საშუალებას გვაძლევს ზემოთი კოდური ჩანაწერები თავიდან ავირიდოთ სხვა სიტყვებით, სხვა შემთხვევაში დაგჭირდებოდა borders და ჩერჩემოცემული is property ჩაგვეწერა ყოველი am წერტილის წინ რაც როგორც ხედავთ ამ with select შენის გამოყენებით with and with statement უბრალოდ საჭირო. კონკრეტულად ეს statement-ი კი ამ შემთხვევაში აკეთებს იმას, რომ ჩაკოპირებულ ჩასმულ მონაცემებს და იმ არეალს, სადაც მოხდა ამის ჩასმა, ანიჭებს, ასე ვთქვათ, აფერადებს მის ჩარჩოს სტანდარტული ცხრილის ფორმატით. დაფუსრაფოთ მოხდეთ ის, ასე ვთქვათ, ამოქმედებას, ნახავთ, ვთქვათ, მის შედეგსაც. შემდგომად ამისა, როცა უკან მოხდა პირველი ერთეულის ჩასმა შესაბამის ფორმაში, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ გაგრძელდეს და დაკოპირდეს საწესი ფაილიდან მომდევნო ერთეული, ამისათვის საჭიროა ის ვადები, რომელიც გამოყენებული გვაქვს ჩვენ თვლის წერტილებად, როგორც დასაკოპირებელ, ასევე ჩასასმელ რეპორტის ფორმებისთვის, გავზარდოთ შესაბამისი ერთეულებით. კონკრეტულად R1, რომელიც შესაბამებოდა სახელ R-ში, აი ამ A7 უჯრას, უნდა გავზარდოთ 20 ერთეული, იქნება გამომდინარე, რომ ჩვენ უკვე დაკოპირებული გვაქვს A7-დან E26-მდე მონაცემები, ხოლო თუ მას მივაკეთებთ 20 ერთეულს, გამოდის, რომ ჩვენ ვიწევთ დაკოპირებას 27 უჯრიდან, რაც სრულიად შესაბამება ჩვენს მოთხოვნებს. და აქვე გეტყვით, რომ B12 უჯრიდან სწორედ 37 ერთეული უჯრა არის დაშვებული მომდევნო ცარიელი ფორმის პირველ უჯრამდე. შესაბამისად, როდესაც ჩვენ მოცემული ვადების მნიშვნელობებს გავაზრდით მოცემული პირობითი ერთეულებით, მივავალთ ლუპის ქვედა, ასე ვთქვათ, ქვედა ჩანაწერამდე, სადაც მოცემული გვაქვს სტანდარტულად ბაზოვის მიზნით, რომ ლუპის მოქმედება გაგრძელდეს და აღნიშნული პროცედურა უნდა მუშაობდეს მანამ, სანამ R1-ს ვადი არ გადაცდება 500 ერთეულს, თუმცა გეტყვით, რომ სწორედ აი if statement-ის მეშვეობით შეგვიძლია, როგორც ვეკითხარით, შეწყვეტოთ ეს პროცედურა, თუ დაფიქსირდება, რომ მომდევნო მნიშვნელობა R1-ისა იქნება R1 სტრიქონისა და პირველი სვეტისა იქნება ცარიელი და გაგრძელდება gold statement-ის მითითებით. გააქტიურდება კვლავ Windows My File-ი, ანუ Windows მეთოდის გამოყენება ვიგებთ, რომ შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოცემული ფაილები ამ სამუშაო წიგნები გახსნილია. მხოლოდ პანჯერაზე ხდება მითითება. გავაყიროთ იგი. როგორც ხედავთ, if statement-ი ამოწევს მომდევნო R1-ის მნიშვნელობას, ანუ A27 არის თუ არა ცარიელი და თუ არ არის გრძელდება პროცედურა შესაბამისად. კოპირდება მომდევნო 20 ერთეული, ხდება კვლავ მასალა პანჯრის გააქტიურება, ინიშნება R2-ს შესაბამისი მინიჭებული მნიშვნელობის მიხედვით B59 უჯრა და ხდება ამ არეალში ჩასმა დაკოპირებული 20 მომდევნო 20 ერთეულის, კვლავ გრძელდება ჩარჩოს შესაბამისი ფორმატის მინიჭება და აღნიშნული პროცედურა გაგრძელდება მანამ, სანამ, როგორც გითხარით, ან R1 არ გადაცდება 500 ერთეულს, ან if statement-ი იქნება ჭეშმარიტი და gold statement-ი არ გაგრძელებს პროცედურას ამ here ჩანაწერიდან. ნაცვლად იმისა, რომ დაველოდოთ ჩვენ საერთოდ
ყველა დასამუშავებელი ფაილი და მონაცემების გადმოტანას რეპორტის ფაილში შეგვიძლია გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული break point-ი. აი აქ დეტლში დაჭერით, რომელიც გამოაჩენს ეს წითელ წერტილს, რომელიც გასულაც შეფერდება წითლად ეს ჩანაწერიც და ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მე ვიცი გავაქტიურებ run relax, ეს მაკროპროცედურა სწრაფად ამუშავდება და შეწყვეტავს მუშაობას აი ამ ჩანაწერამდე, რაც დამზურა დროსაც, რა თქმა უნდა. დავაყიდოთ. ეს მოქმედება, როგორც ხედავთ, ავტომატურად შეწყდა პროცედურის მოქმედება ამ წერტილში. ხელახლა დაკრიკებით მოვხსნათ ეს წყვეტა კოდის და გავაგზავნოთ ამ ადგილიდან. თუ შევამოწმებთ ჩვენ მასალა სახელწოდებით ფაილს, ნახავთ რომ ჩასვა უკვე 109 მონაცემი, ანუ ბოლო მონაცემის გადმოიტანა და ასე ვთქვათ, მივყვეთ პროცედურის შემდგომ ეტაპს, გავააქტიუროთ მასალაზებელით ფაილი და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ზედმეტად არსებული ის ცარიელი რეპორტის ფაილები უნდა წავშალოთ, რათა აღჭირდება და სრულიად ზედმეტია ჩვენთვის. პირველ რიგში ამისათვის გვჭირდება განსაზღვროთ მასალა ფაილში პროგრამულად sheet ზე არსებული last row ან ბოლო სტრიქონის ნომერი, რომელშიც გამოვიყენოთ end excel-up methods და თუ დავაჭერთ relax, ნახავთ რომ last rows მიეჭება 491 ნომერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ჩანაწერი ამ sheet-ზე არის 491 ნომერზე. კონკრეტულად B-set-ის. შემდგომ უკვე გვჭირდება A2-ზე ბოლოს მინიჭებული მნიშვნელობა 224 შევამციროთ 11 ერთეულით, იქნება გამომდინარე რომ როგორც დაინახავთ, თუ მას შევამცირებთ 11 ერთეულით, მას მინიჭება მნიშვნელობა 223, რომელიც წარმოადგენს 30 საწეს ტრიგონს, რომელთაც იწყება ჩვენი წარსული მონაცემების ათვლის ზედჯერი, ასე ვთქვათ. შემდეგ უკვე გვჭირდება ასე ვთქვათ A223 უჯრის გაფართოება იმ ზომაზე, რამდენიც არის მთლიანი წარსული დიაპაზონი, ამის საშუალებას გვაძლევს resize property, როგორც მეთოდი, რომელიც განვიხილეთ და კონკრეტულად last rows 491-ს ვაკეთებთ ზუსტად იმ მნიშვნელობას, რომელიც მინიჭებულია თურს, ანუ დარჩება 491-223, ზუსტად ის შუავები, რაც არის ამოსაჭრელი. ვნიშნავთ დიაპაზონს, selection enter row delayed, ანუ მთლიანი rows წაშლას ვახდენთ და ბოლოს უკვე ვიზუალური თვალსაზრისით, რომ ეს მთლიანი დიაპაზონი მონიშნული დარჩეს, რეალია, რომ მონიშნოთ A8 პირობითად უჭრა, რომელიც დიდად შესამჩნევი რაც არის. ბოლოს უკვე გადავდივარ დასასრულის ეტაპზე, კერძოდ საჭიროა ამ მზა რეპორტის დამახსოვრება შესაბამის ready folder-ში. შემოგვაქვს new name ცვლადი, რომელსაც ვანიჭებთ my file სახელს, ოღონდ substitute ფუნქციით. XLS გაფართოებას ვცვლით XLSX გაფართოებით. Full names ვანიჭებთ ready folder-ის საკაღალდის ასე ვთქვათ, აბინდებარეობას შესაბამისი new name ფაილის სახელწოდებით. ხურავთ აქ უკვე დამუშავებულ სახელ ერთ ფაილს XLS გაფართოებით. რადგან უკვე აღჭირდება მისი მონაცემები და ვიყენებთ save as methods, რათა full name სახელწოდებით ფაილი დავამახსოვროთ შესაბამის ფორმატში. Full name, როგორც უკვე ნახეთ, მოიცავს როგორც სახეს, ასევე მის აბინდებარებას ელექტრონულ has.
Workbook open file name გვჭირდება იმისათვის რომ გავხსნათ მასალა ფაილი თავიდან, იქნება გამომდინარე რომ გვჭირდება უკვე მომდევნო ექსპლორირებული ფაილის დამუშავება და ამისათვის სარიელი რეპორტის ფორმა. მივედით კვლავ საწესრიგის ბოლო ეტაპზე, რომელიც საშუალებას მაძლევს რომ პროცედურა არ დასრულდეს, ანუ არ გააქტიურდეს end-sub-ი და კვლავ დაბრუნდეს ბუკის საწყის ჩანაწერზე, მანამ სანამ როგორც გითხარით, my-file არ იქნება არ გაუწევდება საწერელი, ანუ არ დამუშავება file folder-ში ბოლო ექსპლორირებული ფაილი. შევამოწმოთ ready folder-ი, სადაც წესით უკვე უნდა იყოს ჩავარდნილი ზარეპორტი და როგორც ხედავთ, შესაბამისად პროცედურამ გაამზადა რეპორტი და მოათავსა იგი საჭირო წინასწარ განსაზღვრულ ადგილას. ამით დავასრულებ კოდის მიმოხილვას, თუ თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდა და გააქვთ რაიმე კითხვა, თუნდაც რომელიმე კოდის რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით, კარგი იქნება თუ დააფიქსირებთ კომენტარებში, მე სიამოვნებით მიგასუხებთ. მადლობა ყურებისთვის.